ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დალოცვილი გამყოთ მაღალმა ღმერთმა. დღეს არის ჯვრის თაყვანისცემის დღე, როგორც მოგეხსენება და ჩვენ როგორც შევთანხმდით ჯვართან დაკავშირებით, რატო ვცემთ თაყვანს ჯვარს? ან ხატებს და წმინდა ნაწილებს. აი ამ თემაზე მინდა გესაუბროთ. არის ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული მითქმა, მოთქმა, რა თქმა უნდა, სრულსწავლება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯვარზე მოკვდა ქრისტე და ქრისტეს მიმდევარი თუ ხარ, როგორ შეიძლება რომ ჯვარს მაგალითად თაყვანს სცემდე. სინამდვილეში, მოდი სულ სხვა რაკურსი, სხვა კუთხით შევხედოთ, რა არის ჯვარი და როგორ წარმოაჩინა ჯვარი მაღალმა ღმერთმა ადამიანების თვალშიც და ზოგადად ჯვარი როგორ წარმოაჩინა. ჯვარს აქვს ორი ღერძი. ერთი ჰორიზონტალური, მეორე ვერტიკალური. ხო ვიცით, ხო? და გადაკვეთა კი ორი ღერძის გადაკვეთაა ჯვარი. უფალს როცა ეკითხებენ ერთი ადგილზე ასეთი საუბარია, დიალოგია მაცხოვართან. გითხარი ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება რა არისო? და უფალი პასუხობს, რომ შეიყვარო ღმერთი შენი, მთელი შენი სულით, გონებითა და ძალით და შეიყვარო მოყვასე შენი როგორც საკუთარი თავია. მოყვასე სიყვარული არის ჰორიზონტალური ღერძი. ხოლო ღმერთისადმი მორჩილება და სიყვარული არის ვერტიკალური, ანუ ღმერთთან ურთიერთობა. ამ ორ ცნებიდან გამოდისო ყველაფერიო, რჯული და წინასწარმეტყველებაო. ამ ორ ცნებაზე არის დაფუძნებული ყველაფერიო. ესე იგი, ეს ორი ცნება შეიყვარო ღმერთი შენი სულით, გულით, გონებითა და ძალით და შეიყვარო მოყვასე შენი როგორც საკუთარი თავი, ქმნის სრულყოფილებას. და ეს ორი ღერძი კი ვერტიკალური და ჰორიზონტალური არის ჯვარი, ანუ ჯვარი არის სრულყოფილების ნიშანი. მეორე მიზეზი, რატო უნდა მივაგოთ პატივი ჩვენ ჯვარს? ძველ აღთქმაში ჩვენ ვიცით, რომ მიყავდათ მსხვერპლი და წირავდნენ სამსხვერპლოზე. აი ადამიანიდან მოყოლებული ასე ხდებოდა. პირველი ღვთისმსახურება სწორედ მსხვერპლ შეწირვას ნიშნავს. წირვაც მსხვერპლ შეწირვა არის. ჩვენ რა წირვას დავესარით, არის მსხვერპლ შეწირვა. ოღონეს უსისხლო. და ქრისტემდე ეს იყო სისხლიანი მსხვერპლ შეწირვა, ადამიანიდან მოყოლებული ვიდრე ქრისტეს ამ ქვეყნად მოვლინებამდე. აი ადამი პირველი რაც გააკეთა 60-დან გამანდევნის შემდგომ სამსხვერპლო ააგოვო და მსხვერპლი შეწირავ. ნოე გავიხსენოთ, როდესაც კიდობლიდან გადმოდის, რას გააკეთებს? სამსხვერპლოს აგებს და მსხვერპლს შეწირავს. აბრაამი ასევე სამსხვერპლოს აგებს. იაკობ დაიძინაო და ღვთისმშობლის, აი კიბერო იხილა, ღვთისმშობლის სიმბოლო ღვთისმშობლისა. იქაც ასევე სამსხვერპლო ააგო. ანუ ღვთისმსახურება, ღმერთისადმი მსხვერპლის შეწირვა. და როდესაც იოანე ღვთისმსახურისკენ მიდის მაცხოვარი, რა სიტყვებს ეუბნება ამბობს იოანე ღვთისმსახური მაცხოვრის მისამართლით. აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანიო. ანუ ღვთის ტარიგიო, რომელიც სოფლის ცოდვებს აღიხვენ, ანუ აიღებს საკუთარ თავზეო. ანუ ეს არის მსხვერპლი, რომელიც უნდა შეიწიროს სოფლის, ანუ კაცობრიობის ცოდვების გამოსახსნელად. ვინ ეს? ეს არის იესო ქრისტე. და არის შეკითხვა. კახა დაჯექი. არის შეკითხვა. თუ კი იესო ქრისტე მსხვერპლია, სამსხვერპლო რა არის? სად მოკვდა იესო ქრისტე? რა ადგილი აირჩია მან? სამსხვერპლო ადგილი, სადაც სამსხვერპლოა. ეს არის ჯვარი. და თუ კი ძველ აღთქმაში, ჩემო ძვირფასებო, სამსხვერპლო სიწმინდედ ითვლებოდა, სადაც იწირებოდა შესაწირავი უფლისადმი, თავად განხორციელებელი უფალი რო ეწირება და რასაც სამსხვერპლოდ აირჩევს ის რაოდენ ძვირფასი და სიწმინდეა. აბა დავფიქრდეთ, რაოდენ სიწმინდეა ის. ასე რომ მეორე მიზეზი რატო უნდა ვცეთ თაყვანი ჯვარს. ახლა კიდევ მესამე მიზეზი. უფალი ასეთ რამეს ამბობს ერთ-ერთი ქადაგების დროს. მრავალი მოვლენანო ჩემთანო აღმოსავლეთიდანო, დასავლეთიდანო
ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ანუ მარტო ესენი კი არა, ანუ ებრაელი ერს იგულისხმებოდა. პირველად ქადაგებდა ებრაელთათვის მიდიოდა ქადაგება პირველი. თქვენ სკამი არა გაქვთ? დაჯექით სკამს, რატო ხო ფეხს? სკამებზე დაჯექით. ებრაელთათვის შემდგომ მრავალი იქნა, ანუ მარტო ერთი ერისთვის კი არ მოსულა ღმერთი. ყველასთვის მოვიდა. და ნახეთ, 4 მხარი აქვს დედამიწას. აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. თავად ხას უსვამს მაცხოვარი ამას. ჯვარს რამდენი მხარი აქვს? ცენტრში ვინ არის? იესო ქრისტე. ანუ ყველა მხრიდან რომ მოდიხარ, ცენტრში ვინ ხვდება? იესო ქრისტე. რომელი მხრიდანაც არ უნდა მოხვიდეთ, თქვენ დახვდებათ იესო ქრისტე. ისე როგორც ცენტრში არის მაცხოვრის თავი არის გადაკვეთაზე, ვერტიკალურ ჯვარზე, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ორი ღერძის გადაკვეთას და არის მაცხოვრის თავი, მაცხოვარია თვითონ. ის ხვდებათ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი კიდე, რატო უნდა მივაგებდეთ პატივს ჩვენ ჯვარს. ასევე კიდე შემდეგი მიზეზი. ჩვენ აი ქადაგების დროს ხშირად მithქვავს ხოლმე გამომიყენებია და კიდე გავიმეორებ. როდესაც ჩვენ ხვდებით, ვთქვათ, დიდი ხნის უნახავ ადამიანს, რომელიც გვიყვარს. ხელებს როგორ ვშლით ავტომატურად. ჩვენ სპეციალურად კი არა, ბუნებრივად იშლება ხელები აი ესე, ხო? ანუ ემზადები გადასახვევად. ანუ ხელების ასე გაშლა, ხელის გულები წინ და გაშლილი ხელები ნიშნავს იმას, რომ აი ადამიანს უნდა ჩაგიხუტოს. ხო ასია? აი ხელების გაშლა ნიშნავს აი სიყვარულის გამოხატულება. ვინც არ გიყვარს და იმას ხედავ, ხელებს ასე არ შლი. პირიქით. ან ხელებს მალავ, ან გვერდზე იხედები, არ არის ეს ცუდი საქციელი, კაი საქციელი არ არის, მაგრამ ვინც გიყვარს, იმას რომ ხედავ, ხელებს შლიო გადიგინდა რომ გადაეხვია. როგორა ჯვარზე მაცხოვარი? ხელები როგორ აქვს? ხელგაშლი, ხელიგუსგულები ჩვენსკენ. რატო არის ასე? თვითონ ამბობს ერთ-ერთ სახარებაში ქადაგების დროს მოვედით ჩემთან მარშვალნი და თვითძიმენი და მე განგისვენო თქვენ. მოდითო ჩემთან, აი მოდითო ჩაგიხუტოთ გულშიო. ჯვარზე ჯვრიდანაც კი ამას გვეუბნება. ამისთვის ხომ მოვიდა მიწაზე, რომ ყოველი ჩვენთაგანი სული დააბრუნოს ნეტარების წიაღში, ანუ თავისთან. ჯვარზე რო კვდებოდა ჩვენი ცოდვების გამო, იქაც ხელგაშლილი იყო, გვეძახის, იქაც გვეძახის, მოვედით ჩემთან მარშვალნი და თვითმძიმენი. რა სიტყვებს ამბობს უფალი ჯვარზე? მიუტე უფალო, რამე თუ არ აიციან, რასა იქმა. მიტევებაზე ლაპარაკობს. იქაც კი მიტევებაზე ლაპარაკობს. ჯვარზედაც კი დედაზე ზრუნავს. ნათლისმცემლე უკაცრავად ღვთისმეტყველი იოანეს ეუბნება. აჰა ძე შენი არტოებს დედას შვილის გარეშე. აჰა დედა შენი იოანეს ეუბნება და ამით კაცობრიობას გვეუბნება თითოეულ ჩვენთაგანს. აჰა დედა შენი იოანეს სახით. იოანე მახარებელი და ღვთისმეტყველზე საუბარი. ჩვენ გვეუბნება ყველას. იქაც კი მათზე ზრუნავს. და როდესაც ეს გაიგონა მარჯვნივ მყოფ ავაზაკმა, რომელიც მანამდე გმობდა, ამ სიტყვებან ზეგავლენა მოახდინა მარჯვენა ავაზაკზე და ამბობს საოცარ სიტყვას, მომიცენ უფალო სასუფეველსა შენ საუდეს მოყვიდეს სუფევითა შენითა. და ამ სიტყვებმა, ანუ ავაზაკის წმენამ სასუფეველში შეიყვანა ავაზაკი. მაგრამ აქ პროტესტანტები იყენებენ რას? ავაზაკის ამ სიტყვებს. რომ აი მარტო წმენამ გადაარჩინაო. მე შეკითხვა მაქვს პროტესტანტების მიმართ. ეს ავაზაკისთვის განაჩენი რომ შეეცვალათ და ჩამოეშვათ მიწაზე, რა ცხოვრებას გააგრძელებდა. როგორი საქმეები ექნებოდა მას ავაზაკობის? თუ ქრისტეს ერთგულების, რომელი საქმე ექნებოდა? ის უკვე შეიცვალა. მარცხენას ექნებოდა კვლავ იგივე საქმე. ამიტომ არ მოხდა ის
სამოთხეში. ამიტომ არ პასუხობს მას არაფერზე. ასე რომ მას აღარ ქონდა დრო დაემტკიცებინა საქმით ქრისტეს ერთგულება. ეს არის განსხვავება თორემ დრო აღარ ქონდა ამ მიწაზე. რომ გაეშვათ ის ქრისტეს ერთგულების საქმეებს დაამტკიცებდა, როგორც მოციქულება დაამტკიცეს, და სხვაებმა ასევე. და კიდევ ერთი, რატო უნდა მივაგებდეთ ჯვარს პატივს შემოძვირფასებო? მაცხოვარი მოდის ჩვენს გამოსახსნელად. ჩვენი ცოდვების საკუთარ თავზე ასაღებად. და ამისთვის ჩვენი ცოდვები რო გამოეხსნა, რომელი იარაღი გამოიყენა, რაღაც საშუალება, რაღაც იარაღს ხო იყენებს ადამიანი რაღაც საქმის დროს. სად მოკდა მაცხოვარი? აუცილებელი იყო მისი სიკვდილი ჩვენი ცოდვების გამო. კაცობრიობის ბუნების სიკვდილი, რა თქმა უნდა, სად მოკდა? ჯვარზე. ანუ ჯვარი ეს არის იარაღი ჩვენი გამოხსნისა, რომელიც იქნა ჯვარი გამოყენებული იარაღად ჩვენი გამოხსნისათვის, რაც ღმერთმა როგორაც ღმერთმა გამოიყენა. ანუ ჯვარი არის ცხოველების იარაღი. როგორ შეიძლება ჩვენ მას პატივს არ მივაგებდეთ? დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარება. საოცარი სიტყვები არის, აი. ვისაც გინდათო ჩემთან შემოდგომაო, შემოდგომა ეს კი არ არის გაზაფხული შემოდგომა კი არ არის. გამოყოლაო, ამას ნიშნავს თანამედროვე გაგებით. უარყავი შენი თავიო. აიღე შენი ჯვარი და შემომიდექიო. ამ ორ პირობას გვიყენებს მაცხოვარი. გინდა ჩემიანი იყო. აი ეს ორი რამე უნდა გააკეთო, გეუნება მაცხოვარი. შენი თავის უარყოფა, შენი ჯვარის აღება და მერე შეგიძლია შეუდგე მას. ანუ საქმეს გთხოვს. მარტო რწმენას კი არა, საქმით უნდა დაადასტურო, რომ შენ ნამდვილად ქრისტესი ხარ. რას ნიშნავს ჯვარის აღება? დავამთავრებ და მერე. რას ნიშნავს ჯვარის აღება? საკუთარ თავის უარყოფა და ჯვარის აღება. აქაც ჯერ ხო ჯვარცმა არ მომختარა ეს სიტყვები რო თქვა. აიღე შენი ჯვარი. რატო ამბობს ამ სიტყვას? ჯვარი ეს იყო ტაჯვის ადგილი. ქრისტემდე შენი ჯვარი აიღეო, სწორედ ამიტომ ეუბნება. ის რაც და აი სხვათა შორის ხევისბერგოჩაში არის საოცარი ფრაზა არის, როცა უყურე ჩემზე ძალიან იმოქმედა. მამა რო არიგებს ხევისბერგოჩა ოდისეს. კაცი ტანჯვის ეს არის გაჩენილი და არა განცხრობისთვისო. ნუ ამას ამბობს სხვა კონტექსტში, სხვა სიტყვას ამბობს, მაგრამ ამას ამბობს. აზრს. ტანჯვის ეს არის გაჩენილი. არც ერთი მიღწევა, რისი მიღწევასაც შეიძლება ადამიანი მას შეძლოს. დროსტარებით არ ხდება. ტანჯვით, სულიერი ტანჯვით და ნებისყოფის გამოსვლით ხდება ნებისმიერი საქმის მიღწევა. არაფერისი არ ხდება. განასი არ არის. ნებისმიერი რაც გინდათ აიღეთ, რაც გინდათ აიღეთ. გინდა სპორტსმენი იყოს და გინდა ბიზნესმენი იყოს და გინდა იმან თუ არ მობილიზება გააკეთა, ანუ რაღაცაზე უარი თუ არ თქვა, წარმატებას ვერ აღწევს. ვერ ხდება ძლიერი. ტანჯვის არის ეს სოფელი და არა განცხრობის. არ არის ეს სოფელი განცხრობის. ეს არის ილუზია, როცა გონია, რომ მიდი დრო ატარე. ეშმაკისგან შეპყრობილი ხარ, უკვე როდესაც ამ ცნობიერებით ცხოვრობ. ატარე დრო რა დარჩება მეტი. ნახეთ, უბრალოდ ეს ფრაზა მეტყველებს, რომ უარყოფ ღმერთის არსებობას, უარყოფ უკტავებას, ამ სოფელში ხარ და მორჩა. ისევე როგორც ავაზაკის სიტყვები, ის ერთი წინადადება ჯვარზე თქმული მთელი რწმენის სიმბოლო არის. 12 მუხლიანი წამსი არის შეთ ჩადებული. და ამ ფრაზაში კი აშერჩება მეტი, მიდი დრო ატარე. ილხინე და დრო ატარე. ნიშნავს სრული გმობა, ეშმაკი მსახურება არის შეთ. ყველანაირი ატრიბუტებით, ყველანაირი ნიშნებით. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სოფელი არის საჟელის ადგილი. სად გამოაგდო ადამი და ევა ღმერთმა სამოთხიდან? ამ სოფელში.
რის მერე, როდასაჯა მის მერე. საჯელის ადგილი, გამოსყიდვა, ცოდვების გამოსყიდვა. რა თქმა უნდა, ჩვენი ცოდვები გამოსყიდულია ღვთის მიერ, მაგრამ თუ კი არ მოხდა ჩვენი ნების თანხმედრა ღვთის ნებასთან, ჩვენ ვერ ვწყონდებით. აპრიორი რადგან ქრისტე ჯვარზე მოკვდა, ეს იმას კი ანიშნავს, რომ ჩვენ ვწყონდით. ჩვენი ნებას თუ არ დაემთხვა მას, სინერგია ქვია ამას. ასე რომ, აიღე ჯვარი შენი ნიშნავს მზაობას ამ სოფლის ტანჯვისთვის, ოღონ ეს ტანჯვა ქრისტესთვის, სიმართლისთვის და ჭეშმარიტებისთვის. დანაშაულისთვის ტანჯვა არ არის გამოსავალი. ქრისტესთვის, სიმართლისთვის და ჭეშმარიტების ტანჯვა თუა, დევნა თუა, აი ეს არის ჯვარის აღება, ასევე ცხოვრებისეული სიმძიმე რო გაქვს დაუშვათ, ხო? და მას რო იღებ მოთმინებით. ოჯახში ყავს ადამიანი, რომელსაც მოვლა პატრონობა უნდა, აი ეგრევე ამას რო ამბობ, ნატო შენ მახსენდები უნდა ვაღიარო. სამი რამდენიც ვიცი, სამი უძლობაში ყოფილი ადამიანი წლების განმავლობაში პატრონობდი. ასე ეს არის ჯვარის აღება. სხვადასხვა ჯვარი არის, უამრავი ჯვარი გვაქვს. თითოეულ ჩვენთან ჩვენი ჯვარი, სიმძიმე რაღაც. აიღე ჯვარი მორჩილებით. უარს ნუიტყვი ჯვარზე, რაც მოგეცა ჯვარი ატარე. უარ ყავის თავი შენი, ბარემ ამასაც გეტყვით და ამ თემას დავხურავ. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სურვილები, ჩემო ძვირფასებო. ადამიანს აქვს სურვილები, ამ სურვილებით ცდილობს ცხოვრებას. სურვილები, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, ის სურვილებს უნდა თქვას უარი. ეს ნიშნავს საკუთარ თავზე უარის თქმა. ისე კი არ უნდა იცხოვრო, ძვირფასო, შენ რო გინდა. ისე უნდა იცხოვრო, ღმერთის ნება რო არის. ამას ნიშნავს უარყავ თავი შენი. ანუ თუ ისეც გინდა და ცდილობ იცხოვრო, ღმერთის ნება როა და შენი სურვილების წინააღმდეგ მიდიხარ, უარყოფ შენ თავს. და ისე თუ ცხოვრობ, რომ ჯვარს, რომელიც მოგეცა სიმძიმე ცხოვრებისეული, ამ ჯვარს ზიდულო მოთმინებით, უკვე მერე გაგუფლება, იწოდებოდე ქრისტიანად. როგორ ამბობს უფალი დღევანდელ სახარებაში? აიღე უყარაყავ თავი შენი, აიღე ჯვარი შენი და შემომიდექი მე. მერე ამბობს, რომ შემომიდექი მეო. მერთმა დალოცვილი გამყოფოთ, მადლობა რომ მომისმინეთ.